მოგესალმებით ასოციაცია ხერა 21-ის დისტანციური სერვისების ოჯახის ექიმი თამარ მაღრაძე. დღეს ფერტილური ასაკის ქალებისგან ყველაზე ხშირად დასმული კითხვების რუბრიკის ფარგლებში ჩვენი სტუმარია ექიმი გინეკოლოგ რეპროდუქტოლოგი თამარ გელაშვილი. დღეს თამარი გვიპასუხებს, რა არის პაპილომავირუსი და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ. ადამიანის პაპილომავირუსი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს. რომელი სიმპტომებით ხასიათდება და იწვევს თუ არა ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას? ინფიცირებულთა ნაწილს უვითარდება გენიტალური მეჭეჭები, ანუ იგივე კონდილომები. ხოლო მაღალი რისკის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ონკოლოგიური პათოლოგია, ანუ საშვილოსნოს ყელისკიბო, რიგით მეორე ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადება ქალებში. რამდენი ტიპია გავრცელებული და როგორია ამ გენოტიპების როლი ონკოლოგიური დაავადების განვითარებაში? ადამიანის პაპილომავირუსის ასე მეტი ტიპია აღმოჩენილი, აქედან 40-ზე მეტი დაახლოებით სქესობრივი გზით გადადის. ვირუსი იყოფა დაბალი და მაღალი ხარისხის გენოტიპებად. თამარ, რომელ ასაკობრივ ჯგუფშია ყველაზე მეტად გავრცელებული პაპილომავირუსი? ადამიანის პაპილომავირუსული ინფექცია ძირითადად ახალგაზრდებშია გავრცელებული დაახლოებით 30 წლამდე. როგორ უნდა დავიცვათ თავი? დაცული სქესობრივი კავშირი, კონდომის გამოყენება მკვეთრად ამცირებს ინფექციის გავრცელების რისკს. თამარ, რამდენად ხელმისაწვდომია პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში? სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოში უკვე მისაწვდომია ადამიანის პაპილომავირუსის 9-ვალენტიანი ვაქცინა, რომელიც იცავს ორგანიზმს ადამიანის პაპილომავირუსის მაღალი რისკის ტიპებისგან. რა არის რეკომენდებული სკრინინგისათვის? საქართველოში სკრინინგი დაფუძნებულია პაპ ტესტზე და პაპილომავირუსის ტესტზე. პაპ ტესტის ასაკობრივი ჯგუფი მოიცავს 25-დან 29 წლის ჩათვლით და ამ დროს პაპ ტესტი საზღვრავს საშვილოსნოს ყელში მიმდინარე უჯრედულ ცვლილებებს. რაც შეეხება პაპილომავირუსის ტესტს, ხელმისაწვდომია საქართველოში მაცხოვრებელი ქალებისთვის 30-დან 60 წლის ჩათვლით. ამ დროს ხდება 14 მაღალონკოგენური პაპილომავირუსის შტამის განსაზღვრა, რომელიც პოტენციურად არის გამომწვევი საშვილოსნოს ყელის კიბოსი. მადლობა თამარ. იმედია საჭირო ინფორმაცია მოგაწოდეთ, დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგმართეთ ასოციაცია ხერა 21-ის ცხელ ხაზზე.